საღამოშვიდობისა ეთერშია გადაცემა დიალოგი მე ნანა რობაქიძე ვარ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა გახლავთ სახელმწიფო ენის სწავლების მნიშვნელობა საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარებისთვის. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით სასაუბროდ პირდაპირ ეთერში მოვიწვიეთ საქართველოს პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რუსლან პოღოსიანი, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრი, თვითმმართველობისა და რეგიონების განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალი მამედოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიაშვილი და სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ხელმძღვანელი მაკაომიაძე, ასევე სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის კონსულტანტი ლია ცერცვაძე. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, იმისათვის რომ გამონახეთ დღეს დრო და მოხვედით ჩვენთან გადაცემაში. თემა არის ალბათ საკმაოდ საინტერესო, თვითონ სახელმწიფო ენის სწავლება როგორ მიმდინარეობს, რამდენად მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეებისთვის, რამდენად ეხმარება ზოგადად ადამიანებს, მანამ სანამ საჯარო მოხელეები გახდებიან, არის თუ არა რაიმე პრობლემები დაუშვათ ამ კუთხით და შემდეგ საჯარო მოხელეებად მოსვლის შემთხვევაში მათთვის რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენის ცოდნა, მით უმეტეს, როდესაც კანონმდებლობა ამას უკარნახობს და გვეუბნება და ეს არის აუცილებლობა. მე პირველი კითხვა მინდა დაუსვა ბატონ რუსლანს, რა შეხედავს სახელმწიფო საჯარო მოხელეებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების აუცილებლობას. ბატონ რუსლან, თუ შეიძლება რომ უპასუხოთ ამ შეკითხვაზე, ალბათ დაახლოებით იგივე კითხვები მექნება მე ჩვენს სტუმრებთან. მოგესალმებით და მინდა ვთქვა, რომ საჯარო მოხელისთვის სახელმწიფო ენის ცოდნა არა მნიშვნელოვანია, არამედ აუცილებელია და სავალდებელია. სხვანაირად რთულად წარმოსადგენია, როგორ უნდა იყოს, ვთქვათ, ის კომუნიკაციაში კოლეგებთან, ან ზემდგომ ორგანოებთან და ასე შემდეგ. არ აქვს მნიშვნელობა იმ მომენტში რა პოზიციაზეა, ხო? ამიტომ სახელმწიფო ენის სწავლება ეს საჭიროა თუ არა, მე მგონი ეს საკითხი არც უნდა იდგეს ზოგადად საჯარო მოხელისთვის მით უმეტეს. დიახ. სწავლება რამდენად საჭიროა, დიახ. იმას ვიძახი, რომ ეს სავალდებულოა და საჭირო კი არა, სავალდებულოა და როგორ გითხრათ, ხა რამდენჯერ ვიმეორებ ამას და სხვანაირად არ წარმომიდგენია, ძალიან საჭიროა. მაგრამ მე ზოგადად ამას განვიხილავ მთლიანად ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში. ანუ თუ ქვეყანაში, ვთქვათ, არ ხდება სამოქალაქო ინტეგრაცია, ვთქვათ, ამ შემთხვევაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების იმ ქვეყნის მოქალაქეების დანარჩენ საზოგადოებაში ცალკე აღებული უბრალოდ ენის სწავლება უფრო გაჭირდება. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ინტეგრაცია, სამოქალაქო ინტეგრაცია ეს არის კომპლექსური და საკმაოდ რთული პროცესი და ეს პროცესი საჭიროა არა მარტო იმისთვის, რომ ეს რომელიღაც, ვთქვათ, დოკუმენტში წერია, ან უბრალოდ ვიღაცას მოეწონოს ან არ მოეწონოს. ეს უბრალოდ არის ქვეყნის რესურსი, ეს რომელიც გამოსაყენებელია ყველა სხვადასხვა სფეროებში და სახელმწიფო ენა ამ შემთხვევაში არის იმის საშუალება, რომლის მეშვეობითაც კომუნიკაცია დგება ამ ხალხს შორის, ხო? დიახ. ხო, ეს მოკლედ არის იმის შესახებ, რაც მინდოდა მეთქვა და თუ თქვათ დამატებითი კითხვები იქნება. გასაგებია ბატონო ალი, დაახლოებით იგივე შეკითხვა მაქვს თქვენთანაც და ასევე საინტერესოა კიდევ დამატებით ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობისთვის, არაქართველი საჯარო მოხელისთვის რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენის ცოდნა. და თუნდაც ის, რაზეც ისაუბრა ბატონმა რუსლანმა, იგივე ინტეგრაცია, იგივე სამსახურთან ურთიერთობა, როდესაც თქვენ ხართ სახელმწიფო მოხელე, რამდენად გრძნობთ, რომ აუცილებლობას წარმოადგენს სახელმწიფо ენის цодна? Изучение грузинского языка, конечно, знание родного языка в той стране, государственного языка очень важно, потому что без знания языка, как сказал мой коллега Руслан, нет коммуникации, незнание языка приводит к незнаниям законов и приведению различных, от незнания приводит к штрафам и так далее, проблемы создают все время. И вот я хочу важность и школы желаний
привести в этом, что главная роль этой школы в том, что там, во-первых, выявляются кадры, что очень большая проблема у нас сейчас в стране, нехватка кадров. И второе, там важность этой школы в том, что интегрирование национальных меньшинств в гражданское общество и вообще в общество. Для этого я хочу поблагодарить учителей этой школы. Большое вам спасибо также, кто принимает участие в работе этой школы. Я приношу большие свои. Спасибо огромное. Вам лично пришлось учиться в этой школе? Нет. Вы знаете... Эта школа в первый год, когда открылась, кстати, мне было послано приглашение, чтобы я учился в этой школе, но по семейным обстоятельствам я не смог учиться, к сожалению. Интересно, где вы научились грузинскому языку, это одно. И другое, почему вы сейчас на грузинском языке не разговариваете? Это не только мой вопрос, может быть, но и вопрос телезрителей. Უკაცრავად მე გადავთარგმნი ყველაფერს, რაზეც ვსაუბრობდი. ბატონმა ალიმი საუბრა იმის შესახებ, რომ მშობლიური ენის ცოდნა, ანუ ქვეყნის სახელმწიფო ენის ცოდნა, სახელმწიფოში სადაც ხარ მოღვაწეობ, მუშაობ, არის აუცილებელი. იმიტომ რომ უბრალოდ კომუნიკაცია ვერ შედგება ვერანაირი, მით უმეტეს როდესაც საჯარო სამსახურის წარმომადგენელი ხარ, შეიძლება შეიქმნას ამ კუთხით პრობლემები, ბატონი ალი ასე საუბრობს. და ამ კუთხით, მან როგორც აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი როლი უკავია ჟვანია სახელობის ადმინისტრირების სკოლას, იმიტომ რომ იქ ხდება ეთნიკური უმცირესობებისთვის ცალკეული პროგრამების შემუშავება და შემდეგ ამ პროგრამებით სწავლება მათი და შემდგომში უკვე ის ცოდნა, რასაც ისინი ღებულობენ აღნიშნულ სკოლაში, ეხმარებათ მათ სამომავლოდ საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ხარ ეთნიკური უმცირესობა და გჭირდება ენა უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ ხარ საჯარო მოხელე, არანაირად არ მოხდება ინტეგრაცია, თუ კი არ გეცოდინება სახელმწიფო ენა. მან ასევე აღნიშნა, რომ ის მან ვერ მიიღო ამ სკოლაში განათლება, იმიტომ რომ უბრალოდ მაშინ გაიხსნა და რაღაც არ შედგა, ვერ მოახერხა ალბათ ბატონმა ალი ამ სკოლაში განათლების მიღება და ჩემი შეკითხვა იყო ასეთი, თუ რატომ არ ლაპარაკობს ბატონი ალი სახელმწიფო ენაზე, ანუ ქართულად, მით უმეტეს გადაცემა მთლიანად ეძღვნება სახელმწიფო ენას და სახელმწიფო ენის მნიშვნელობას. ეს არის ჩვენი გადაცემის თემა. განსაკუთრებულად ეთნიკური უმცირესობებისთვის აქვს ამას ძალიან დიდი დატვირთვა, თუმცა ალბათ მომიტევებს ტელემაყურებელი და სახელმწიფო ენის ცოდნა და ქართული ენის გამართული ცოდნა ალბათ ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ქართველი მოსახლეობისთვის. Я задала вам вопрос, почему вы не разговариваете? Я полностью понимаю грузинский язык, просто не могу разговаривать, у меня чуть-чуть комплекс говорить, тем более на телевидении. Сейчас на улице я общаюсь на грузинском языке, на телевидении чуть сложнее перед камерами говорить не на родном языке, или который ты не изучал с детства. Почему я не знаю грузинский язык? Потому что, во-первых, мы родились и пошли в школу в постсоветском пространстве, в советское время. Тогда, как вы сами знаете, более образование и обучение в русских школах намного выше был, чем в национальных школах. И поэтому как бы общим языком в то время считался русский язык. И поэтому я виню своих родителей, почему меня дали в русскую школу, когда я не сам выбирал, какую мне в школу ходить. Это вина, во-первых, моих родителей. Да, вы сказали, что это... Потом я закончил русский университет, и я родился, вырос в городе Марниули, где 80% составляют национальные меньшинства. Там как бы разные национальности, и у нас более такой коммуникабельный язык, среди нас был русский язык. Понятно, понятно. Еще я виню в том, что, первая вина, конечно же, у нас самих, что я
не полностью знаю грузинский язык. Вторая вина в том, что предыдущие власти не были заинтересованы, чтобы национальные меньшинства знали государственный язык. Ладно. ესე იგი ბატონი ალი ამბობს რომ მე ვიციო ქართული ენაო, თუმცა მაქვს კომპლექსი ამ კუთხითო, იმიტომ რომ ტელევიზიაში მიჭირს აი კომპლექსის გამო საუბარი, თორემ ისე როდესაც კომუნიკაცია მაქვს სხვა ადამიანებთან ან საქმიანი ურთიერთობები, მე ყოველთვის ვლაპარაკობ ქართულ ენაზე, როდესაც ამას საჭიროება მოითხოვს. ბატონი ალი ასეთ განმარტება გააკეთა, თუმცა ის დავის მშობლებს აყვედურობს იმაში, რომ არ ასწავლეს თავის დროზე ქართული ენა, მაგრამ ამაში ადანაშაულებს ასევე საბჭოთა პერიოდს, როდესაც რუსული ენა იყო ძირითადი ენა და რუსული ენა წარმოადგენდა კომუნიკაციის ერთ-ერთ ძირითად საშუალებას. ალბათ ასევე უნივერსიტეტის რუსულ ენაზე აქვს დამთავრებული ბატონ ალის და შესაბამისად რუსი ეროვნების ადამიანებთან უფრო უწევდა ან რუსულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებთან ურთიერთობა. აქედან გამომდინარეა სწორედ რომ ის დღეს ტელემაყურებლების წინაშე საუბრობს რუსულ ენაზე. მე ახლა პირდაპირ ეთერში მინდა ჩავთო ჩვენ გავუკეთეთ ინტერვიუ ზურაბ-ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ხელმძღვანელთან ქალბატონ ქეთევან ჯაყელთან და საინტერესოა მოვისმინოთ მისი მოსაზრება ქალბატონი ქეთევანის, რამდენად აუცილებელია სახელმწიფო ენის ცოდნა საჯარო მოხელეებისთვის, მათი ინტეგრირებისთვის საზოგადოებაში და სამომავლო წინსვლისთვის. ქალბატონო ქეთი, თქვენი მოსაზრებით რა შეხედავს სახელმწიფო საჯარო მოხელეებისთვის სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობას? ზოგადად ეთნიკური უმცირესობებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია მათი საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის სახელმწიფო ენის ცოდნა, თუნდაც იმისათვის, რომ ისინი საჯარო მოხელეებად დასაქმდნენ და რა პროგრამები ხორციელდება ამ კუთხით? ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ თემით დაინტერესდით და დამისვით ეს შეკითხვები. სახელმწიფო ენა არის ზოგადად სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი პლატფორმა. ანუ ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ის არის შემდგარი სახელმწიფო, უნდა აქცევდეს ყურადღებას, ზრუნავდეს იმაზე, რომ ის ნორმები, ის მოთხოვნები, საკანონმდებლო მოთხოვნები, რაც არის ქვეყნის კანონით, ქვეყნის კონსტიტუციით გამაგრებული სახელმწიფო ენასთან მიმართებაში, სრულდება კანონთან თანხვედრაში. ჩვენი კანონმდებლობა გვეუბნება, რომ სახელმწიფო ენა ქვეყანაში არის ქართული ენა, ხოლო აფხაზეთის ტერიტორიაზე უშვებს აფხაზური ენის სახელმწიფო ენად გამოყენებას. რაც შეეხება გამომდინარე იქიდან, რომ აფხაზეთი ჩვენი კონტროლის ქვეშ არ არის, ამიტომ ჩვენ ვჩერდებით იმაზე, რომ დღევანდელი მდგომარეობით დე იურე გვაქვს ერთი სახელმწიფო ენა, ეს არის ქართული ენა და ნებისმიერი საჯარო მოხელისთვის, რომელიც არის დასაქმებული საჯარო მართვის სისტემაში, ნებისმიერ სტრუქტურაში, მისთვის სავალდებულო არის, რომ ის საქმის წარმოებას აწარმოებდეს ქართულ ენაზე. ის ადგენდეს დოკუმენტაციას ქართულ ენაზე და მის სამუშაო ენას წარმოადგენდეს ქართული. არა მხოლოდ წერილობითი სახით, არამედ ზეპირი კომუნიკაციის დროსაც თავის მოქალაქეებთან, თავის თანამშრომლებთან, კოლეგებთან და სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებთან. სამწუხაროდ ეს საკითხი არც თუ ისე ამ კუთხით არც თუ ისეთი კარგი მდგომარეობა გვქონდა და გვაქვს კიდეც, ჯერჯერობით გვაქვს კიდევ პრობლემები და ნაკლოვანებები გარკვეულ რეგიონებში, რაც გამოწვეულია იმით, რომ ამ რეგიონებში ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ, შესაბამისად საჯარო სტრუქტურებში უმეტესად არიან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები და იმის გამო, რომ სახელმწიფო ენის სწავლებას არ ეთმობოდა სათანადო ყურადღება, ამიტომ გვაქვს ჩვენ დღესდღეობით გარკვეული ჯგუფები ადამიანების, რომლებიც მუშაობენ საჯარო სექტორში და ვერ იყენებენ ქართულ ენას, ვერ აწარმოებენ თავის საქმიანობას სახელმწიფო ენაზე და აქ უკვე შემოდის ზოგ შემთხვევაში რუსული ენის გამოყენება, ზოგ შემთხვევაში თავისი მშობლიური ენის გამოყენება, რითიც ირღვევა კანონმდებლობა, რითიც ირღვევა კანონი.
მე კიდევ ვთვლი, რომ ნებისმიერი მოხელე, რომელიც იღებს ანაზღაურებას ბიუჯეტიდან, ვალდებული არის პირველ რიგში ის არის ვალდებული, რომ დაიცვას ყველა ის ნორმები და ის მოთხოვნები, რომელიც არის აღწერილი ჩვენ საკანონმდებლო ჩარჩოში. რაც შეეხება იმას, თუ რა მიდგომა აქვს სახელმწიფოს დღეს ამ მიმართულებით, მე მოხარული ვარ, რომ იკვეთება ის მომენტები, როდესაც არ არის მხოლოდ ესეთი ეპიზოდურად ამ პრობლემის მოგვარებაზე მობილიზებული რესურსები, არამედ მიდის საკმაოდ სერიოზული სამუშაო პროცესი საჯარო სექტორში, იმ კუთხით, რომ მოხდეს ინსტიტუციონალიზაცია იმ მექანიზმების, იმ ინსტრუმენტების, რაც უზრუნველყოფს პირველ რიგში საჯარო მოხელეთათვის სახელმწიფო ენის შესწავლას, რომ მათ შეძლონ აღასრულონ თავისი მოვალეობა სახელმწიფო ენაზე, ხოლო იგივე ინსტრუმენტებით სარგებლობის შესაძლებლობის შექმნა ასევე იმ პირთათვის, რომლებიც ჯერ არ მუშაობენ საჯარო სექტორში, მაგრამ სურვილი აქვთ, რომ თავისი მომავალი კარიერა დაუკავშირონ საჯარო სექტორს. ამ კუთხით მე შემიძლია გითხრათ ის, რომ 2014 წლის დასაწყისში ჩვენ მოვიძიეთ თუ კი რაიმე მასალა, რაიმე ისტორია არსებობდა სახელმწიფო ენის სწავლების კუთხით. მეთოდოლოგია, სახელმძღვანელოები, პედაგოგები, ადამიანური რესურსი, ვინც ასწავლიდა ამ ენას, ნებისმიერი ჩანაწერები, კვლევები, რაც არსებობდა მანამდე, რომ მომხდარიყო გააზრებული და ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება, თუ რა მიმართულებით უნდა წავსულიყავით ამ კუთხით. მოგეხსენებათ, რომ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრების სკოლის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა არის ზუსტად სახელმწიფო ენის სწავლება იმ საჯარო მოხელეთათვის, რომლებიც მუშაობენ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. კერძოდ, დღეს ჩვენი საქმიანობა ხორციელდება ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სადაც ჯამში გვაქვს 8 რეგიონული ცენტრი, 8 რეგიონული სასწავლო ცენტრი, სადაც მხოლოდ 2014 წლის აპრილიდან დეკემბრამდე 2000-მდე საჯარო მოხელემ გაიარა სწავლება სახელმწიფო ენის კუთხით. ახლა, როდესაც აი ამ რეგიონში ყავს უკვე 2000 მოხელე, რომელმაც არ იცის სახელმწიფო ენის ელემენტარული კომპეტენციასაც არ ფლობს, ეს ვფიქრობ საგანგაშო არის და ეს ვფიქრობ არის ყურადსაგები და ის ზომები, რაც იყო მიღებული ჩვენი პროგრამის სახით, ვფიქრობ დროული იყო. თუმცა აქაც მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მწირი აღმოჩნდა რესურსი ქვეყანაში მეორე ენის სახელმწიფო ქართული ენის როგორც მეორე ენის სწავლების კუთხით. მრავალი სახელმძღვანელო იყო, თუმცა სტანდარტიზირება ამ სახელმძღვანელობის არ ხდებოდა და ამ მეთოდების. ანუ ხდებოდა ის, რომ ზოგ შემთხვევაში ერთი მეთოდი ჯობდა, ზოგ შემთხვევაში მეორე მეთოდი. ჩვენ ავიღეთ და გავეცანით ევროკავშირის ენების პოლიტიკის კუთხით, რა სტანდარტები და რა მიდგომები არსებობს. განსაზღვრეთ ის, თუ რა კომპეტენციებს უნდა ფლობდეს ადამიანი, რომელიც საჯარო სტრუქტურაში არის დასაქმებული ენის კუთხით, ანუ ენობრივი კომპეტენციებზე საუბარი და შევაფასეთ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად შევაფასეთ ის მასალები, ის რესურსი, სასწავლო რესურსი, რაც არსებობდა ქვეყანაში, რამდენად იძლეოდა ეს რესურსი იმის შესაძლებლობას, რომ სათანადო კომპეტენციებით აღჭურვა მომხდარიყო საჯარო მოხელეების. ბევრი რო აღარ გავაგზავნო დღესდღეობით უკვე აი ამ მართლა ძალიან ისეთი გადატვირთული შრომატევადი პროცესის შედეგად, მინდა გითხრათ, რომ სკოლას გააჩნია უკვე მეთოდოლოგია იმისი თუ როგორ ვასწავლოთ საჯარო სექტორში დასაქმებულ მოხელეს. მიუხედავად იმისა, რა დარგში მოღვაწეობს ის სახელმწიფო ენა. სახელმწიფო ენის 4 საფეხურის კომპეტენციების მიმნიჭებელი პროგრამები გვაქვს, ეს გახოთ A1, A2, B1 და B2 პროგრამა. ამ პროცესებში ძალიან გვეხმარება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ქართული ენის სამმართველო, რომელთა ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს და ნებისმიერი ახალი პროდუქტი, რომელიც იქმნება სამინისტროში ან სამინისტროს მიერ დაქირავებული კონსულტანტებით, ჩვენ ტესტავთ ამ პროგრამებს და შემდეგ ვდებთ შეფასებას, ეს გამოსადეგია თუ არა. უკვე წელიწად ნახევარია ამ რეჟიმში ვმუშაობთ ჩვენ სამინისტროსთან, სამინისტროს სხვა სტრუქტურებთან, სადაც ხორციელდება სახელმწიფო ენის სწავლება და დღესდღეობით მინდა გითხრათ, რომ გვაქვს არა მხოლოდ სწავლების მეთოდოლოგია, არამედ გვაქვს ამ სწავლების შეფასების მეთოდოლოგია. ანუ რამდენად შედეგს გვაძლევს
ეს მეთოდი, რამდენად ხარისხიანად ხდება ცოდნის გადაცემა პედაგოგების მიერ, რამდენად ის სახელმძღვანელოები, რასაც ვიყენებთ, არის გამოსადეგი. გარდა ამისა, შევიტანეთ უკვე ახალი ელემენტები, როგორც არის ონლაინ სწავლების, ანუ ვიდეო მასალები, ინტერნეტის აქტიური გამოყენება ხდება ამ სასწავლო პროცესში, რომ პროცესი თვითონ იყოს მოდერნიზებული, ანუ არ იყოს ძველი სტანდარტის, არ იყოს მოსაბეზრებელი, იყოს ცოცხალი პროცესი და ადამიანები, რომლებიც გადიან ამ სწავლებას, შეიძინონ ის უნარები, ის ცოდნა, რომელიც მათ სჭირდება თავის ყოველდღიურობაში. დღესდღეობით 2015 წლის განმავლობაში უკვე 1000-მდე მოხელე გადის გადამზადებას. დღევანდელი მდგომარეობით არის 700-მდე მოხელე უკვე მიმდინარეობს, ანუ სწავლება მიმდინარეობს ამ 8 რეგიონულ ცენტრში და 700-მდე მსმენელი გადის გადამზადებას ამ კუთხით და რაოდენობა იზრდება და ზუსტად ამის გამო სწავლება უკვე ხორციელდება არა მხოლოდ ჩვენ ცენტრებში, არამედ შეიქმნა მობილური ჯგუფები და ჩვენი პედაგოგები უკვე გადიან სოფლად, რომ წვდომა უფრო გაადვილდეს ამ პროგრამებისადმი, გადიან სოფლად და იგივე სოფლის რწმუნებულებთან, იგივე საბავშვო ბაღების თანამშრომლებთან, იგივე სოფლის სკოლების თანამშრომლებისთვის, ვისაც სურვილი აქვს, რომ სახელმწიფო ენა შეისწავლოს, ისინი გადიან სრულ კურსს, რომელიც შედგება შეფასებისგან, პრეტესტი და პოსტესტი, ხდება მათი შეფასება შუალედურიც, ხდება ქულების გამოყვანა და მაგის მიხედვით უკვე მერე გადაწყვეტილების მიღება მიენიჭოს თუ არა ამა თუ იმ დონის ცოდნის სერტიფიკატი ამ კონკრეტულ პიროვნებას. ამ მიმართულებით ძალიან დიდი რესურსის მობილიზება გააკეთა განათლების სამინისტრომ, როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსის და განაცხადა თავისი ხედვა, რომ ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქმიანობა, რომ ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს და ძალიან მნიშვნელოვანი აქ ისიც, რომ ეს პროგრამა ხორციელდება დონორების დახმარების გარეშე. ეს პროგრამა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს მთავრობის მიერ და ეს სხვანაირად აღიქმება უკვე ამ ადამიანების მიერ ამ რეგიონებში, იმიტომ რომ ისინი უკვე მათ უჩნდებათ იმის შეგრძნება, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე, რომ რადგან ისინი მოხვდნენ საჯარო სექტორში, მიუხედავად იმისა, რომ არ ფლობენ სათანადოდ სახელმწიფო ენას, მათი გაყვანა სექტორიდან არ მოხდება, არამედ სახელმწიფო ინვესტირებას აკეთებს მოხელეებში, რომ მათ შეისწავლონ სახელმწიფო ენა და ამას სრულად აფინანსებს სახელმწიფო. ანუ ჩვენ მსმენელებს არ უწევთ არანაირი გადასახადის გადახდა, არანაირ ფინანსურ ხარჯებთან მათ საქმე არ აქვთ. სახელმძღვანელო, პედაგოგი, სასწავლო გარემო, ეს ყველაფერი სრულად არის უზრუნველყოფილი ზუსტად სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში. რა შემიძლია სხვა გითხრათ? ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ერთის მხრივ, მნიშვნელოვანი კი არა, სავალდებულო არის სახელმწიფო ენაზე საქმის წარმოება, მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა საუბრობს არაქართულ ენაზე, ანუ საკომუნიკაციო ენად არ იყენებს სახელმწიფო ენას, ეს სამწუხაროდ არის ხოლმე ცუდი მაგალითი მოსახლეობისთვის. ეს ძალიან ცუდი მაგალითი არის იგივე რიგითი მოქალაქეებისთვის და ამიტომ ძალიან ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ ჩვენი ყოველდღიური სამუშაო პროცესი არის დაკავშირებული როგორც რეგიონის რწმუნებულებთან, გუბერნატორებთან, ასევე ამ მუნიციპალიტეტების გამგებლებთან ძალიან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს საკრებულოს თავმჯდომარეებთან, საკრებულოს წევრებთან, გამგებლის მოადგილეებთან, სამსახურების ხელმძღვანელებთან და ვცდილობთ, რომ ჯერ ისინი ავალაპარაკოთ ქართულად, გულისხმობ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, ასევე რესურს ცენტრების თანამშრომლებს, ასევე საბავშვო ბაღების, სხვა მუნიციპალური აიპების და შეპესეების თანამშრომლებს, რომ ეს იქცეს კარგ მაგალითად, კარგ პრეცედენტად მოქალაქეებისთვის და მათ გაუჩნდეთ სურვილი და მინდა გითხრათ, რომ გაუჩნდათ კიდეც და უკვე საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიმართეს რამოდენიმე ჯგუფმა სურთხოვნით, რომ იქნებ მომხდარიყო მათი ინტერესების გათვალისწინება და აი ეს ბარიერი, რაც არსებობს, ჩვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პროგრამები გათვლილია მხოლოდ საჯარო მოხელეთათვის და სახელმწიფო ფინანსები იხარჯება ამ კუთხით მხოლოდ საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად და მიმართეს თხოვნით, რომ ეგებ სახელმწიფო ენის სწავლების კუთხით მომხდარიყო ამ ბარიერის ჩახსნა და ხელმისაწვდომი გამხდარიყო რიგითი მოქალაქეების, უმუშევრებისთვის, კერძო სექტორში დასაქმებულთათვის სახელმწიფო ენის შესწავლა. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა, ჩვენ გვაქვს დავალება მიღებული განათლების მინისტრისგან და უახლოეს დღეებში უკვე ჩვენ წარვადგენთ ჩვენებურ ხედვას. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, გამოვლინდა ძალიან ბევრი კუთხით, ბევრი
ესეთი ინტერეს ჯგუფი გამოვლინდა, რომელსაც სურს რომ შეისწავლოს ქართული ენა, სახელმწიფო ენა, თუ კი ეს იქნება მიწოდებული სახელმწიფოს მიერ და ჩვენ მივაწვდით უკვე ჩვენს არეკომენდაციო გეგმას ამ პროგრამის აღსრულების განათლების სამინისტროს და განათლების სამინისტრო მიიღებს უკვე გადაწყვეტილებას რა მოდელით, რა პროცესი წარიმართება. ეს იქნება განჯდის საგანი განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობას და ჩვენ შორის, თუმცა ეს რომ გაკეთდება, ეს გადაწყვეტილი არის. ანუ ნება გაცხადებული არის განათლების მინისტრის მიერაც არის ეს არაერთხელ გაცხადებული, რომ განათლების სამინისტრო მუშაობს იმ გეგმაზე, რომ შექმნას ხელმისაწვდომობა სახელმწიფო ენის სასწავლო პროგრამებისადმი რიგითი მოქალაქეებისთვის და ამიტომ ვთვლი, რომ ეს არის ძალიან დიდი და ასე ვთქვათ, ისეთი პროგრამა, რომელიც დემონსტრირებას უკეთებს იმას, რომ სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის დაჩქარებაზე და ეფექტურობაზე. შესაბამისად, ამ კუთხით არ იზოგება არც სახელმწიფო ფინანსები, არც ადამიანური რესურსები და მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი მდგომარეობით დაახლოებით 70-მდე ადამიანი არის მხოლოდ ჩვენ პროგრამაში ჩართული სახელმწიფო ენის სწავლების კუთხით. ანუ აქ შედიან როგორც პედაგოგები, ასევე შედიან რეგიონული უნივერსიტეტები. ჩვენ ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობთ ახალციხის უნივერსიტეტთან, სადაც ასევე ხორციელდება სახელმწიფო ენის სწავლება და ჩვენ ერთობლივად მუშაობთ იმაზე, რომ მოხდეს აი ეს ჩვენი და მათი პროგრამების ჰარმონიზება. ჩვენ მუშაობთ ასევე პედაგოგთა პროფესიული განვითარების ცენტრთან, ეგრეთ წოდებულ პედაგოგთა მასწავლებელთა სახლთან, რომლებიც ასევე ახორციელებენ სახელმწიფო ენის სწავლებას პედაგოგთათვის, განათლების სისტემაში დასაქმებულთათვის და აქაც მუშაობთ ერთობლივად, რომ მოხდეს სინქრონიზება. ასეთი ჰარმონიული თანამშრომლობა სტრუქტურებს შორის არ ყოფილა და ამაზე მსჯელობთ ის, რომ შარშან რაც მოვიძიეთ მასალები ჩვენ ყველა სტრუქტურას თავისი ქონდა. ანუ ყველა სტრუქტურას თავისი მასალები გააჩნდა, თავისი მეთოდოლოგია და ერთმანეთთან კომუნიკაცია ნაკლები. ყოველ შემთხვევაში ამის ინფორმაციას გვაძლევს ის სურათი, რაც ვიხილეთ ჩვენ შარშან. დღესდღეობით მიდის ძალიან ინტეგრირებული პროცესი, მიდის სხვადასხვა სტრუქტურებს შორის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენ განვაგრძობთ გადაცემას. ბატონ მერაბ თოფჩიშვილთან მაქვს შეკითხვა, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელთან. ნუ ალბათ განსაკუთრებულად მინდა შეგეკითხოთ, რა ხდება თქვენთან მარნეულში სახელმწიფო ენის ცოდნის კუთხით? იცის თუ არა მოსახლეობა სახელმწიფო ენა, კომუნიკაცია საჯარო მოხელეებს შორის რა ენაზე მიმდინარეობს და რამდენად მნიშვნელოვანია ასევე იგივე შეკითხვა თქვენთან სახელმწიფო ენის ცოდნა. ნამდვილად მოგესალმებით ხარბატონმა, მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, მარნეულის რაიონი წარმოადგენს ეთნიკურად მრავალნეროვან რაიონს. ძირითადი მაცხოვრებლები არიან აზერბაიჯანელები, ცხოვრობენ სომხები, ბერძნები და 20-მდე სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ქართველები. კომუნიკაცია ძირითადად მიდის ქართულ ენაზე და ხშირ შემთხვევაში შერეულად, რუსულად, აზერბაიჯანულად და ასე შემდეგ. ასე ვთქვათ, ქართული ენის ცოდნა, სახელმწიფო ენის ცოდნა ერთობ მნიშვნელოვანი არის. და ალბათ გარკვეული პერიოდი, გარკვეული დრო გამოტოვებული იყო ამისათვის, რომ მოსახლეობას სრულფასოვნად ცოდნოდა ქართული ენა. ბატონი ალიმ სწორედ აღნიშნა. არის გარკვეული თაობა, თუნდაც ბატონი ალის მამის თაობა ავიღოთ. ისინი კარგად ფლობენ, საუბრობენ ქართულ ენაზე. მე რაღაც წვეთა იყო, თქო და შემდეგ უკვე დღევანდელი თაობა უკვე მონდომებულია, რომ შეისწავლოს და აქტიურად სწავლობს უკვე და ცდილობს, რომ შეისწავლოს სახელმწიფო ენა. მე მინდა გავიმეორებ კიდევ ბატონი ალეს სიტყვებს და მადლობას გადავუხდით ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრების სკოლას, რომლის ფილიალიც არსებობს უთან მარნეულში და აქტიურად არიან ჩართული ჩვენი საჯარო მოხელეები და სისტემატურად გადიან სახელმწიფო ენის შესწავლის კურსს. და არა მარტო ენის შესწავლის კურსს, ბევრი ჩვენი თანამშრომელი სისტემატურად მოდის მივლინებული ხდება, მოვლინებული უბრალოდ ქუთაისში და სხვადასხვა სპეციალობის მიმართულებით გადიან კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს და ტრეინინგებს. ამითი ძალიან კმაყოფილები ვარ და საკმაოდ კვალიფიცირებული ფუნქციებიან და რატო ვილაპარაკე ამდენი ჟვანიას სახელობის სკოლაზე, იმიტომ აი ეს მენეჯმენტი რაც გააჩნიათ მაგ დღეს საქართველოში ალბათ საუკეთესოა და აუცილებელი იქნება რომ გარდა იმის საჯარო მოხელეებისთვის რაც არსებობს ენის შემსწავლელი კურსები, დამატებით იყოს თუნდაც ფასიანი, იყოს იგივე სკოლის მოსწავლეებისთვის, იგივე მე-11-12 კლასელებისთვის, იგივე რიგითი მოქალაქეებისთვის. კარგი მაგალითი არის მაგალითად გერმანიას თუ ავიღებთ, ყველა მოქალაქე ვინც ჩადის მიგრანტი იქნება, ემიგრანტი ადგილობრივი მოსახლე, ვერავინ ვერ დაეწყებს საჯარო სამსახურში ან კერძო ძლიერ ფირმაში მუშაობას, თუ სრულად არ აქვს სახელმწიფო ენის კურსები გავლილი. მაგრამ იქ არის ამის ბაზა შექმნილი ყველა, ასე ვთქვათ, მიწაზე მუნიციპალიტეტში
არსებობს ასეთი ზრასულთა სკოლები, სადაც შეუძლია დაეუფლონ როგორც სახელმწიფო ენას, ასევე სხვადასხვა სპეციალობებს და გაიარონ ტრეინინგები სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენთან ამ მიმართულებით ჟვანიას სკოლის გარდა, რომელიც საჯარო მოხელეებს ამზადებს იცად და ასწავლის სახელმწიფო ენას, არსებობს ახლა ამ წუთას მიმდინარეობს პრეზიდენტის დაფინანსებით არის უფასო კურსებია, 6 დიდ სოფელში არის უკვე სამთვიანი კურსები და ახლა მთავრდება პირველი ეტაპი. უფასო კურსები არის ესე იგი საქართველოს ჩემის სახელს განათლების სამინისტროს წამოძავნილი პედაგოგები, მასწავლებლები, მაგრამ ეს მაინც ვფიქრობ, რომ არ არის საკმარისი. მე ვფიქრობ, ამ სახელმწიფო ენის შესწავლას უფრო საფუძველი უნდა ჩაეყაროს სკოლამდელი აღზრდის საზოგადოებებიდან, საბავშვო ბაღებიდან, რომლებიც ასე მწირედ გვაქვს, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს საბავშვო ბაღების განვითარება და ჩვენს მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყოველწლიურად რამოდენიმე ბაღი დავამოწმოთ და უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ, მაგრამ აქ ვეჭდება მეორე პრობლემა, როგორი კარგი შენობაც არ უნდა გავაკეთოთ და რანაირადაც არ უნდა შევუწყოთ ხელი, თუ არ იქნებიან მომზადებული პედაგოგები და თუ არ ეცოდინებათ მათ როგორც სახელმწიფო ენა, ქართული ენა და ისე იმ ერისთვის თავისი მშობლიური ენა, მაგას იქნება აზერბაიჯანული, სომხური თუ რაღაც, მაშინ ჩვენ ეს შედეგს ვერ მოგწევს. ფაქტი ერთია, რომ მოსახლეობა, ახალგაზრდებს სურვილი გააჩნიათ, რომ შეისწავლონ ქართული ენა და მაგ ჩემი წინადადება იქნება, თუ იგივე ჟვანიას სკოლის მენეჯმენტს გამოვიყენებთ, ან თვითონ ჩაუდგებიან სათავეში. ან კიდევ სხვა რომელიმე საზოგადოებაში შეიქმნას რაც შეიძლება მეტი სკოლები, გადამზადების, როგორც ქართული ენის შესწავლის, ასე სხვადასხვა სპეციალობების მიმართულების განათლების ცენტრები, ასე ვთქვათ. შეიძლება აქ ნაწილობრივ დაფინანსებაც იყოს მუნიციპალური და ნაწილობრივ ხალხმა გადაიხადოს, თვითონ დაინტერესდეს მოტივაცია გააჩნდეთ. იცით რომ ხშირად უფასო არ ამართლებს ყოველთვის ყველაფერი, ხო? მოთხოვნა არის და ამიტომ თავარია ჩვენი მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან იყოს ხელშეწყობა უფრო მეტი. არის ახლა ბევრი მიმართულებით მუშაობს ძალიან, მაგრამ უფრო ვფიქრობ, რომ უფრო მეტი უნდა იყოს ამ მიმართულებით ეს სამუშაოებია გასატარებელი. ახლა სახელმწიფო ენის ოდნა რა თქმა უნდა აუცილებელია. პირველ რიგში ჩართულობა, კომუნიკაცია, ინტეგრაცია, საკუთარი თავის რეალიზაცია იმ არაქართულ მოსახლეობაში, რომელიც ცხოვრობენ ჩვენს რაიონში, იგივე და მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე, რომ გაუკეთონ საკუთარ თავს რეალიზაცია, უფრო მეტად ჩაერთონ სხვადასხვა საქმიანობაში, ქვეყნის ცხოვრებაში და რაც თავარია, დაიცვან ბოლომდე კონსტიტუცია. ეს ხო ძირითადი კანონია ჩვენ კონსტიტუციის სიმხლები, რომელიც ავალდებულობს. მე კიდევ გეტყვით, რომ ახლა ხან კონკურსები ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით და ჩვენ იძულებული გავხდით, მე მაგალითად როგორც მარნეულის რაიონის გამგებელი, ასევე გარდაბნის რაიონის გამგებელი, ბოლნისის და იცი სამცხე-ჯავახეთიდანაც, რომ კონკურსების დროს ტესტები დაგვეშვებინებინა აზერბაიჯანულ და სომხურ ენებს. ამ ეტაპზე, იმიტომ რომ გამონაკლისი გაკეთდა, იმიტომ რომ ის კადრი, რომელიც არსებობს ჩვენთან და რომელიც მუშაობს დღეს ისე თუ ესე, რომ არ დარჩენილიყვნენ სამსახურის მიღმა და საერთოდ არ შექმნილიყო კადრის დეფიციტი, მაგრამ ამავე დროს ამოვიდა ხელისუფლება დიდი მადლობა დათმობაზე, მაგრამ ამ დაისვა საკითხი შემდეგ მომავალ წელს და შემდეგ უკვე შეიძლება ესე არ იყოს და უფრო მეტი ყურადღება უნდა გადავიტანოთ და გავამახვილოთ სხვა მიმართულებით სწავლებას, რომ სასწავლო ცენტრებში და მათ შორის ახლა, როდესაც დაიწყებს უკვე საჯარო სამსახურში მუშაობს ადამიანი, კი პირობები აქვს ჩვენთან, რომ იქ მივიდა ჟვანიას სახელობის სკოლაში გაევლის კურსებს, მაგრამ მანამდე საჯარო სამსახურში მოხდება, ერთადერთი მე ვფიქრობ, სავიზიტო პარათი უნდა იყოს ეს ბილეთი იქნება თუ სიგეის რა ქვია ალბათ ატესტატი იქნება თუ რაც იქნება რომელიც მიუთითებს რომ გაულიოს სრულფასოვანი კურსი და სალაპარაკო დონეზე მაინც ფლობს სახელმწიფო ენას. რა თქმა უნდა ურთიერთობაში კომუნიკაციის პრობლემები იქნება პრობლემები ცდილობს ხალხი ჩვენთან უკვე ბევრი არიან მაგალითად აზერბაიჯანელები, სომხები, რომლებიც თავისუფლად საუბრობენ ქართულ ენაზე და საკმაოდ წარმატებულებიც არიან. შემიძლია დავასახელო ჟვანიას სკოლის კურსდამთავრებულია უგარ მომდოვი ჩვენი საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი გახლავთ ერთ-ერთი უჭკვიანესები ჩვენ თავისუფლად ნებისმიერ დონეზე კონკურსებია ტრეინინგებია საზღვარგარეთ წასვლებია თუ რაღაც ჩართულია თავიდან ბოლომდე ყველანაირად მთლიან ამ საქმიანობაში და ასევე მუნიციპალიტეტის საქმიანობაში და მივესალმები რაც მეტი იქნება ამისთანა ხალხი მით უკეთესი იქნება ჩვენთვისაც და ის პოტენციალი რომელიც არსებობს ეთნიკურ უმცირესობებში გამოყენებული იქნება ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ. გადაცემაში რეკლამის დროა, ჩვენ გავდივართ რეკლამაზე და რამდენიმე წუთში კვლავ პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით. ჩვენ კვლავ ეთერში ვართ, განვაგრძობთ გამოშვებას.
შეიძლება დავამატო რაღაც. დიახ, კი ბატონო. ესე იგი, პრაქტიკულად ყველაფერში ვეთანხმები ბატონ ვახტანგს, უბრალოდ რაც შეეხება თუნდაც ფასიან კურსებს და გერმანიის მაგალითს. უბრალოდ აქ საუბარია ამ ქვეყნის მოქალაქეებზე და ქვეყანას, რა თქმა უნდა, სხვა ტიპის ვალდებულება აქვს მათ წინაშე, ვიდრე ნებისმიერ ქვეყანას ემიგრანტების წინაშე. უბრალოდ მე რაც ვიძახი. აქ ძირითადი პრობლემა ჩემის აზრით, პრობლემა რო არ დავახვდე, საკითხი იმაშია, რომ მოქალაქეს, რომელმაც არ იცის სახელმწიფო ენა, უნდა კონდეს мотивация ამ ენის შესწავლის და მეორე მხრივ სახელმწიფომ უნდა ხელი შეუწყოს. სახელმწიფოს ნება უნდა იყოს. ნება და ხელი უნდა შეუწყოს ამ ენის სწავლებაში. და ეს რატო ვიძახი, ეს პირდაპირ სახელმწიფო ინტერესშია ჩადებული. რა თქმა უნდა, ვეთანხმებით. თუ გნებავთ ეს პოლიტიკური საკითხიცაა და სახელმწიფოებრივი საკითხიცაა. ხო, ამიტომ ამის დამატებები გეთანხმებით აბსოლუტურად, მაგრამ მეც მინდა გამარტო, რომ მე ფასიანი კურსი თქვი და სწავლების კურსები, გარდა იმისა, რასაც სახელმწიფო გაატარებს, არსებობს უფასო სწავლის კურსი, ხო, და რამდენიმე მიმართულებით სახელმწიფო იღებს თავის თავზე, მაგრამ არსებობს კატეგორია კიდევ ადამიანებს თვითონ აქვს სურვილი, უკვე დასაქმებული ამ ბიზნესში არის. ეს კიდევ დამატებით, ანუ თქვენ ეს კონდათ ხედელობაში გასაგები. მას არის ამისთან კატეგორია ხალხის ნამდვილად არსებობს და დამატებით სურს მას მიიღოს განათლება, შეისწავლოს სახელმწიფო ენა, ან რომელიმე თუმცა დღევანდელი ჩვენი გადაცემის ინტერესი არ არის, რომ ამ კუთხით წავიყვანოთ საუბარი, მე მესმის თქვენი მაგრამ სახელმწიფო ნება ეს არის მთავარი და რა თქმა უნდა ეთნიკური უმცირესობებიდან აი мотивация მათი მხრიდან დიახ და საერთო ჯამში ერთიანი ინტერესი დიახ ბატონო. Я еще хочу прибавить, можно открыть много курсов, много открыть, потратить много денег, но если самое главное у национальных меньшинств вот в последнее время пошло, они начали видеть свое будущее в Грузии. И поэтому, как отметил Батон Амираб, очень правильно отметил, что новое поколение, у нас, допустим, Арнюли, все знают грузинский язык. Некоторые нанимают с детства учителей, некоторые сразу ставят своих детей в грузинские школы. Поэтому, что национальные меньшинства, в конце концов, они начали видеть свое будущее в Грузии. И поэтому стали усердно изучать грузинский язык. До этого прежние власти не давали этого понять этим людям. ერთი წუთი თუ შეიძლება მე გადავთავაზებ ტელემაყურებლებს მინდა ვუთხრა რომ ბატონი ალი საუბრობდა რომ შეიძლება გაიხსნას ბევრი კურსები, აი გადამზადების კუთხით დაიხარჯოს ბევრი ფული, მაგრამ ეთნიკური მთავარი ის არის, რომ ეთნიკური უმცირესობები თვითონ არიან დაინტერესებულები იცოდნენ ქართული ენა, იმიტომ რომ თავიანთ მომავალს უყურებენ საქართველოში. და საქართველოში ძალიან ბევრმა მათგანმა პატარაობიდან უკვე იციან, იმიტომ რომ მშობლები არიან დაინტერესებული ქართული ენა, რაც როგორც მან აღნიშნა, ადრეულ წლებში არ შეინიშნებოდა სახელმწიფო ნება, რომ იგივე საქართველოში ცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის ყოფილიყო განათლების ამ კუთხით მიცემა. Вот наши сейчас на многих конкурсах, вот, например, по знанию Конституции в конкурсе выиграла девочка из Марниуля, азербайджанка. По знанию Конституции на грузинском языке был конкурс, и она заняла первое место. გასაგებია, ისე კი აქვე დაამატა რომ კონკურსებსაც კონსტიტუციას ეხებოდა, კონსტიტუციის სწავლას და ცოდნას ეხებოდა საკითხი აზერბაიჯანელმა გოგონამ დაიკავა პირველი ადგილი და ეს ძალიან კარგია, ეს უკვე წარმატება არის, მე მგონი სახელმწიფო წარმატებაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში დიახ. მეც მინდა აღნიშნო ის, რომ წლიდან წლამდე რა თქმა უნდა ვითარება უმჯობესდება ამ კუთხით სახელმწიფო ენის სწავლების თვალსაზრისით, მაგრამ მეორეცაა რომ ჩვენ თქვათ, ბოლო 20 წელი რო ავიღოთ, ეს ის შედეგი არ არის, რომელიც შეიძლებოდა 20 წლის განმავლობაში რომ მიგვეღწია. სინამდვილეში ჩემის აზრით ესეა. მიუხედავად იმისა, ვიმეორებ, რომ პროგრესი ნამდვილად არის. და ერთი რაღაცაცაა, რაც არის ჩვენი საერთო ამოცანა, როგორც ერთის მხრივ სახელმწიფოსი, მეორეს მხრივ მთლიანად საზოგადოების ეს კვლევებზე დაყნობით საუბრობთ თუ პირადი გამოცდილებიდან პროგრესთან 20 წელი როდესაც ახსენეთ დიახ ორივეს ანუ პროგრესი არის დიახ პროგრესი არის მაგრამ ეს ის შედეგი არ არის ვთქვათ ხო რომელიც შეიძლებოდა
ალბათ უფრო სწორი მიდგომის შემთხვევაში მე ეხლა არა ვარ მზად გიპასუხოთ სადაა ვთქვათ რაღაცა თემატურად მეთოდოლოგიურად სადაა ვთქვათ ენის სწავლების კურსებში პრობლემა არა ვარ მზად გიპასუხოთ მაგრამ მე მიმაჩნია რომ მეც მიმაჩნია და ამას ექსპერტებიც იძახიან რომ 20 წლის განმავლობაში უფრო მეტი შედეგის მიღწევა შეიძლებოდა. რაც შეეხება мотивациას და რაღაცა კიდე ეგრეთ წოდებულ უნდობლობის ფაქტორებს, რომელსაც ვინც ამ თემასთან შეხება აქვს გარკვეულწილად იცის და მე ვეცდები განვარტო მოკლედ ახლა. ძალიან მკაფიოთაა ასახსნელი, რომ ინტეგრაცია ეს არ არის ასიმილაცია, ანუ გარკვეული ეთნოსის ან რელიგიური იდენტობის მოსპობა, განადგურება ან მივიწყება. ინტეგრაცია ეს არის ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ანუ თვით იდენტიფიკაციის გათვალისწინებით საზოგადოებაში, ვთქვათ, უფრო დიდ საზოგადოებაში სრულყოფილად შესვლა. ანუ არავინ არ გიშლის შენ იყო იმ ეროვნების რომელიც ხარ, არავინ არ გიშლის იმ ეროვნება იმ ენაზე ისწავლო, იკითხო, თუნდაც განათლება მიიღო, მაგრამ თუ შენ გინდა რომ ამ და მე გიწყობ ამაში ხელს, ანუ ეს არის მესიჯი, რომელიც უნდა იქნას მიწოდებული, ხო? და არა მარტო ლოზუნგების მე ანუ სახელმწიფო. არა, მე მოქალაქე. თუ მე მინდა რომ სრულყოფილი არა, ეს გასაგებია, მაგრამ მე გიწყობ ხელს. მე გიწყობ ანუ სახელმწიფო, დიახ, ანუ სახელმწიფო, დიახ, მე გიწყობ ხელს და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ლოზუნგების დონეზე, ეს უნდა იყოს საქმეში უნდა გამოჩნდეს ეს და ჩემი აზრით ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი პრობლემა მოიხსნება, ანუ პრაქტიკულად ავტომატურად. რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენა და სახელმწიფო ენის ცოდნა მოსახლეობის ინტეგრაციის კუთხით საზოგადოებაში? აი ამ კითხვაზე პასუხი ჩვენ გაგვცა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა სატელეფონო ჩართვა ჰქონდა ქალბატონ ქეთევანს და ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ ეს ჩართვა. მოგეხსენებათ, რომ ქართული საქართველოს კონსტიტუციით არის საქართველოს სახელმწიფო ენა, ხოლო აფხაზური ასევე არის სახელმწიფო ენა აფხაზეთში. საერთოდ ყველა სახელმწიფოში სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ცოდნა არის წინაპირობა იმისა, რომ მისი მოქალაქეები ასევე სრულფასოვნად იყვნენ ჩართული ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების ყველა სფეროში. საქართველოს მთავრობისათვის ასევე პრიორიტეტული გახლავთ ის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა ჰქონდეს შესაძლებლობა სრულფასოვნად შეისწავლოს სახელმწიფო ენა. ჩვენი აპარატი ორ ძირითად მიმართულებით ახორციელებს პოლიტიკის კოორდინირებას, ერთი კონფლიქტების მოგვარებაა, ხოლო მეორე სამოქალაქო ინტეგრაცია. სწორედ სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით აი ახლა ამ თვეებში სრულდება მუშაობა მომდევნო 5 წლის განმავლობაში სტრატეგიულ დოკუმენტზე, რაც განსაზღვრავს ჩვენს პოლიტიკას. ეს არის სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია, რომელშიც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გახლავთ სწორედ ქართულის როგორც სახელმწიფო ენის ხელშეწყობა, განსაკუთრებით ეთნიკურად კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, სადაც სახელმწიფო ენის ცოდნის დონე არის საკმაოდ დაბალი. გულისხმობს სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლს, სადაც ჩვენი ქვეყნის სომეხი და აზერბაიჯანელი ეროვნების მოქალაქეები ცხოვრობენ და მოგეხსენებათ, რომ აქ არის პრობლემები სახელმწიფო ენის ცოდნასთან დაკავშირებით. ერთის მხრივ ძალიან კარგია და ჩვენ გავაგრძელებთ ამას, რომ მათი იდენტობა იქნას დაცული ისევე როგორც სხვა ეთნიკური ჯგუფებისა საქართველოში, მაგრამ ამავდროულად ვფიქრობთ, რომ მათი ინტერესებით არის ესა, რომ შესაძლებლობა იყოს სახელმწიფო ენის სრულფასოვანი შესწავლისთვის. ეს გულისხმობს როგორც სკოლამდე, ისე სასკოლო და უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში გარკვეული პროგრამების გაგრძელებასა და ახალის დაანერგვას, ასევე იმ ადამიანებისათვის, ვინც არ არიან უკვე სასკოლო ასაკში, ანუ თუნდაც უმაღლესი განათლების მიღების ასაკში, მაგრამ აქვთ სურვილი, არსებობს ენის სახლები და ჩვენ მეტი ინვესტიციას და მეტი ძალისხმევის მობილიზებას გვეგმავთ ამ მიმართულებით. ის რომ დღეს ეს პრობლემა არის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ფაქტია და სახელმწიფო ენის არცოდნა
დიდი წილად, შეიძლება სრულად არა, მაგრამ დიდ წილად განაპირობებს იმას, რომ მაგალითად ეთნიკური უმცირესობები არ არიან სრულფასოვნად ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, პოლიტიკურ პარტიებში, ან საპარლამენტო წარმომადგენლობაში, საჯარო სექტორში. ასევე არ არის შესაბამისად პროპორციული მათი მონაწილეობა ეკონომიკურ ცხოვრებაში, ბიზნესში. ძირითადად ამ რეგიონის მოსახლეობა ინფორმაციული თვალსაზრისითაც მოწყვეტილია საერთო სივრცეს და სხვა საინფორმაციო წყაროებიდან ხშირად სხვა ქვეყნის საინფორმაციო საშუალებებით იღებს ინფორმაციას, რაც ცხადია მათ ინტეგრირებას ხელს არ უწყობს პირიქით ზრდის იზოლირების დონეს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტებით არა ექსკლუზიურად ხო სახელმწიფო ენის ხელშეწყობით, არამედ სხვა ინსტრუმენტებთან ერთად სახელმწიფო ენის ხელშეწყობა იქნება ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რომელთაც ჩვენ ხედავთ იმას, რომ სამოქალაქო თანასწორობა იქნას მიღწეული და სწორედ თანასწორობის პრინციპზე სამოქალაქო ინტეგრაცია. ინტერესოა, რას გვეტყვის პედაგოგთა პროფესიული განვითარების ცენტრიდან გვერდთვებიან ახლა ქალბატონი ირინა აბულაძე Skype-ის საშუალებით და საინტერესოა რა საგანმანათლებლო ღონისძიებებს ახორციელებს სახელმწიფო. ქალბატონი ირინა ამის შესახებ გვესაუბრება. სწავლებლის პროფესია ნაკლებად მიმზიდველია, ზოგადად საერთოდ ძალიან ნაკლებად შემოდია პროფესიაში ახალგაზრდები და მით უმეტეს ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი დეფიციტი ორენოვანი მასწავლებლებისა. ამიტომ გარდა იმისა, რომ ჩვენ ვზრუნავთ ადგილობრივ კადრებზე, რომლებიც ახლა პროფესიაში არიან, ჩვენ ასევე მოვიზიდავთ ახალ კადრებს, რომლებიც შევლენ თავიანთ სკოლებში და მოახდენენ კომუნიკაციას ორ ენაზე. გარდა ამისა, ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ვიწყებთ წელს, ახლა მიდის დამუშავება ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან ერთად, ეს არის ადგილობრივი მასწავლებლების ამ ეტაპზე. სკოლაში დასაქმებული მასწავლებლების ქართული ენის ფლობის გასაუმჯობესებლად კონკრეტული კურსების მომზადება და შეთავაზება. ჩვენ გავიაზრეთ ის, რომ ვინაიდან ქართული ენის კომპეტენციის გაუმჯობესება არის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი იმისათვის, რომ მასწავლებელმა პროფესიული განვითარება მოახდინოს, ამ ტიპის თანამშრომლობა ჩვენსა და ჟვანიას სკოლას შორის შედგა და ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივ მოდულზე. ახლა რას გულისხმობს ეს? ეს გულისხმობს იმას, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში მასწავლებლებმა უნდა გაიარონ სავალდებულო კრედიტიანი პროფესიული განვითარების კურსი ქართულ ენაზე. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება მასწავლებლების მომზადება იმ დონეზე, რომ მათ ეს კურსი ქართულ ენაზე გაიარონ. ამიტომ ჩვენ და ჟვანიას სკოლა ერთობლივად შევიმუშავებთ მოდულს და დავიწყებთ ადგილობრივი მასწავლებლებისთვის ამ მოდულის შეთავაზებას. ეს ნიშნავს იმას, რომ მასწავლებელს, რომელიც თვლის, რომ სჭირდება დამატებითი კურსი ქართულ ენაში იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს სქემით გათვალისწინებული მოთხოვნები, მას ექნება შესაძლებლობა ან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მეშვეობით, ან ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მეშვეობით. ეს მოდული იქნება, ასე ვთქვათ, თანაბარ სასწავლო შედეგებზე გამსვლელი. ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ ტრენერების მოზიდვაზე, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, დიდი რესურსი უკვე გაგვაჩნია ორივეს და შესაბამისად ვფიქრობ, რომ მიმართულებით პრობლემა არ გვექნება და სადღაც უკვე შემოდგომაზე ვფიქრობ, რომ ჩვენ მზად ვიქნებით იმისათვის, რომ მასწავლებლებს ის დამატებითი შესაძლებლობა მივცეთ. ლოჯისტიკას, რა თქმა უნდა, განვახორციელებთ ერთმანეთთან შეთანხმებით, ისე რომ არ იყოს გადაფარვები და შედეგად კი მივიღებთ იმას, რომ შემოდგომიდან დაწყებული მომავალი აკადემიური წლის განმავლობაში ჩვენ განვახორციელებთ ამ ტიპის ქართული ენის კურსს ყველა მასწავლებლისათვის, რომელიც დღესდღეობით ასწავლის საქართველოს საგანმანათლებლო სკოლებში. ზაფხულში დაგეგმილია, რომ გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი უკვე ეროვნული უმცირესობების მასწავლებლებისათვის ჩაატარებს გამოცდებს
სერტიფიცირების გამოცდას საგნობრივს. შესაბამისად, გარდა ამ მიმართულებით მასწავლებლებს გავეხმარებით, ასე ვთქვათ, პროფესიული განვითარების კუთხითაც და შევთავაზებთ იმ 5 კრედიტიან პროგრამას, მაგრამ როგორც უკვე აღნიშნე, იმისათვის რომ მასწავლებლებმა ის პროფესიული განვითარების კურსი გაიარონ, სავარაუდოდ ბევრ მათგანს დასჭირდება ქართულ ენაში შეწყობა თვითონის ამოგლებაში და ეს კურსები წელს იქნება შეთავაზებული ამ 2 დაწესებულების მიერ, რაც ვფიქრობ, რომ დააკმაყოფილებს მასწავლებლის მოთხოვნებს, იმათ მოთხოვნებს, ვისაც უნდა რომ გაიმჯობესოს ქართული ენის ფლორა. Kaltun makam საინტერესოა რა პროგრამები ხორციელდება სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში და რა ფორმით ხორციელდება ეს პროგრამები და ეთნიკური უმცირესობებისთვის რა პროგრამებია შემუშავებული კიდეც ახლა. დიდი მადლობა მოწვევისათვის, მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს და მადლობელი ვარ რომ მომიწვიეთ და ასეთ აქტუალურ თემაზე გვიწევს საუბარი, რაც ეხება სახელმწიფო ენის შესწავლას. Ყველა თანხმდებით, რომ აუცილებელია საქართველოში მოცხოვრებმა ნებისმიერმა ადამიანმა რომ იცოდეს სახელმწიფო ენა. და ამ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მისია ზურაბ-ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრაციის სკოლისა არის სწორედ ის, რომ არაქართველებს, ეთნიკურ უმცირესობებს შევასწავლოთ სახელმწიფო ენა. ამისთვის ჟვანიას სკოლას გააჩნია 8 რეგიონში სასწავლო ცენტრი, სადაც ხორციელდება მხოლოდ ეს პროგრამა, ანუ სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა. პროგრამა თავის თავში მოიცავს კიდე 3 დონეზე სწავლებას, გვაქვს A პირველი დონე, A მეორე დონე, B პირველი დონე, ანუ მსმენელები, როდესაც შემოდიან, წერენ ტესტს, ტესტის და გასაუბრების შედეგად ხდება მათი დასმა იმ ჯგუფში რა დონესაც ისინი ფლობენ, განსაზღვრა მათი დონის და მერე შესაბამისად ისინი სწავლობენ ამა თუ იმ დონის. როდესაც წარმატებით დაასრულებენ კურსს, ისინი იღებენ დამადასტურებელ სერტიფიკატს და შეუძლიათ ნებისმიერ დროს მთავარი არის რომ იცოდენ ქართული ენა, თუმცა ესეც ადგებათ ნებისმიერ სამსახურში. პარალელურად სკოლაში, ანუ ქუთაისში ხორციელდება ისევ მათთვის და არა მარტო მათთვის, ეთნიკური უმცირესობებთან ერთად არიან ქართველებიც, ოღონდ მაღალმთიანი რეგიონების წარმომადგენლები, ხორციელდება საჯარო მმართველობისა და ადმინისტრების პროგრამა, რომელიც თავის თავში კიდე მოიცავს 5 კურსს, რომელიც ძალიან აქტუალურია დღეს მდგომარეობით საქართველოში და ის საჯარო მოხელეები, ეთნიკური უმცირესობები, რომლებიც კარგად ფლობენ ქართულ ენას, მოდიან უკვე ამ დარგობრივ კურსზე და გადიან იმაღლებენ კვალიფიკაციას. და ჩვენი სკოლის მთავარი მიზანი ერთი რა თქმა უნდა სახელმწიფო ენის სწავლება და მეორე მათი ინტეგრაცია საჯარო მოხელეთა ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში. დამეთანხმეთ რომ როდესაც სკოლაში სწავლა ხდება ერთდროულად რომ სწავლობს სომეხი, აზერბაიჯანელი, ბერძენი, ქართველი და ისეთი გარემო არის შექმნილი და ისეთი კარგი ურთიერთობები დგება მათ შორის, აი მერეც მიყვებათ. ერთმანეთთან ურთიერთობენ, კონტაქტობენ და რა ვიცი, ძალიან კმაყოფილი არიან საბოლოო ჯამში. არა მარტო ცოდნის დონის ამაღლებით, არამედ ისე ურთიერთობის მხრივაც ეს ძალიან დიდ შედეგს ვაღწევთ სკოლაში და კმაყოფილი არის ყველა მართლმობით. ძალიან კარგი გაუტონლია. დაახლოებით იგივე სახის შეკითხვა მაქვს თქვენთან, რა სახის საგანმანათლებლო ღონისძიებები ხორციელდება ეთნიკური უმცირესობებისთვის? დიახ, მოგესალმებით. მადლობთ მოწვევისთვის. მივესალმები ყველა ჩვენს ყოფილ და ამჟამინდელ მსმენელს. ძალიან დიდი სიყვარულით, ძალიან დიდი სითბოთი, ვინაიდან როგორც ქალბატონმა მაკამ აღნიშნა, აქ სახელმწიფო ენის სწავლებასთან ერთად ყალიბდება ის ურთიერთობები, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუნდაც სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. რაც შეეხება სწავლებას, სწავლება როგორც მოგეხსენებათ, არის ზოგადად კომპლექსური რამ. დაწყებული სახელმწიფოს ნებიდან, კონსტიტუციის მოთხოვნიდან და ასე შემდეგ დასრულებული პიროვნების თვით რეალიზებით, ეს მოიცავს ძალიან ბევრ კომპონენტს, გულისხმობს სწავლებას. და აი ამ სწავლებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სპეციფიკური გახლავთ სახელმწიფო ენის, ანუ ქართულის როგორც მეორე ენის სწავლება. თან სწავლება ამ შემთხვევაში, როცა მსმენელებად ყავს ზრდასრული
ადამიანები, სხვადასხვა ეთნოსის, სხვადასხვა სოციალური მდგომარეობის, შესაძლებლობების, ინტერესების და ასე შემდეგ. აი, რაც ყველა მათგანს აერთიანებს, ეს ბუნებრივი არის სახელმწიფო ენის სწავლის სურვილი, მაგრამ мотиваციისთვის მხოლოდ ეს სურვილიც არ კმარა. სკოლა მაქსიმალურად მუშაობს იმაზე, რომ мотиваცია როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი იყოს მაღალ დონეზე მიღწეული. ვგულისხმობ რას კონკრეტულად? აი, როცა სწავლება მიმდინარეობს, ნება მსმენელების არის მნიშვნელოვანი და მათი მზაობა და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ კადრების მომზადება და მზაობა, რომლებიც მათთან როგორც პედაგოგები ასე შედიან. რამდენჯერმე გაჟღერდა აქ ბატონმა რუსლანმაც ახსენა, რომ აი მეთოდიკას გაუსვა ხაზი ეტყობა წლების წინ არ იყო იმ დონეზე, ეს მეთოდიკა სწავლებისა, რომ ჩვენ უკეთესი შედეგები გვქონოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალისწინებთ წინანდელ გამოცდილებას, ვითვალისწინებთ თანამედროვე მოთხოვნებს, თანამედროვე მიდგომებს, მიმდინარეობს ძალიან ისეთი კომპლექსური მონიტორინგი და სისტემატური მონიტორინგი ჩვენს ცენტრებში განხორციელებული სწავლებისა. ჩვენი მხრიდან პედაგოგები არიან შერჩეული არა მხოლოდ იმ ნიშნით, რომ არიან პროფესიონალები, არამედ ვითვალისწინებთ ასევე იმასაც, რამდენად ფლობენ ისინი ზრდასრულთა განათლების პრინციპებს და რამდენად ესმით ის საქმე თავიდან ბოლომდე მთელი არსებით, რასაც ემსახურებიან. გარდა იმისა, რომ 8 რეგიონულ სასწავლო ცენტრში ხორციელდება ეს მეცადინეობები სახელმწიფო ენაში, ჩვენ დამატებით კიდევ ერთი დახმარება, ასე ვთქვათ, შევთავაზეთ ჩვენ არაქართველ მსმენელებს. ამჯერად უკვე ჟვანიას სახელობის სკოლაში ქუთაისში გულისხმობ. მანამ ისინი აირჩევენ თავიანთ მიმართულებებს ადმინისტრირების ჯგუფებში. მათ აქვთ საშუალება 10 დღიანი ინტენსიური კურსი გაიარონ სახელმწიფო ენაში. ეს გახლავთ სრული 80 საათი და მერწმუნეთ არ არის ნამდვილად ცოტა. 10 დღე ისინი მუშაობენ სპეციფიკურ ლექსიკაზე, მუშაობენ ყველა კომპონენტზე, მოსმენაზე, ზეპირმეტყველებაზე, წერაზე, კითხვაზე, გააზრებაზე და ასე შემდეგ. და ეს 10 დღე მათთვის ერთგვარი ადაპტაციაა, ყველა თვალსაზრისით ადაპტაცია, იმიტომ რომ როცა ისინი მოდიან ამ აბსოლუტურად ქართულ ქალაქში, მეტი პასუხისმგებლობა ენის სწორად ცოდნისა, მეტყველებისა, შესაბამისად მეტია კომპლექსების ყოფნის ალბათობა და ამ ყველაფერზე კომპლექსურად მოკლედ მუშაობს სკოლა იმ რეგიონულ სასწავლო ცენტრების პროგრამების შემდგომ პლუს 10 დღიანი კურსი და ამის შემდეგ უკვე ჩვენ მსმენელებს შეუძლიათ ჩაერთონ იმ პროგრამებში, ცალკეულ პროგრამებში, ცალკეულ მიმართულებით, რომლებსაც ახორციელებს სკოლა. მათ სისტემატური კავშირი აქვს ჩვენთან, ჩვენ თავაზობთ დახმარებას იმ თვალსაზრისით, რომ ნებისმიერი მათი კითხვა, ნებისმიერი თხოვნა, ნებისმიერი გაურკვეველი საკითხი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვმუშაობთ ამაზე, ვმუშაობთ პედაგოგების კვლავ გადამზადებაზე და მონიტორინგს ისე ვაგრძელებთ, ასე რომ მე მგონი ეს კომპლექსურობა მოხსნის იმ სტერეოტიპს, ლამის სტერეოტიპად ჩამოყალიბდა უკვე რომ ვატყობ ეს რომ რაღაც სახელმწიფო ენის სწავლებამ ვერ დადო ის შედეგი, რასაც ველოდით და აი შვანიას სკოლის ეს მუშაობა მე მგონი ნამდვილად მოიტანს იმ შედეგებს, უკვე ჩანს ეს შედეგები, რომელი შედეგებითაც ჩვენ უკვე სულ სხვა სტატისტიკაზე ვისაუბრებთ სამომავლოდ. ბატონო მერაბ, აი სწორედ აი კურსის შესახებ და პროგრამის შესახებ მინდა კითხა ძალიან მოკლედ თუ შეიძლება, რამდენად დაეხმარა აღნიშნული კურსი, რომელზეც ახლა საუბრობდნენ ქალბატონი ლია და ქალბატონი მაკა, საჯარო მოხელეებს საჯარო სამსახურში მუშაობის პერიოდში. კონკრეტულ მაგალითზე თუ შეიძლება თქვენ. რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლებიდან დაახლოებით ახლა ნავჭულთას 5 ადამიანი გადის სასწავლო კურსს სახელმწიფო ენის შესწავლაზე ამ წუთას და მანაბის გავლილებს საკმაოდ ბევრ რაოდენობას და რომ დავკონკრეტდეთ და ტელემაყურებლის შეცდომაში არ შევიყვანოთ, ეს არის აბსოლუტურად უფასო, იმიტომ რომ სახელმწიფოს რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად უფასო. ნება არის და ეს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. ვიტყვი რომ კიდევ ერთხელ მოვუხდი მადლობას, თან არგებენ მათ დროის საშუალებიდან გამომდინარე, არგებენ მათ მდგომარეობას, იმიტომ თუ ადამიანი მუშაობს დილის 6 საათამდე აუქს მაგალითად ხო სამუშაო დილის 9 საათიდან 6 საათამდე
სამუშაო დრო, ან სამუშაო საათების შემდეგ უქნიან პირობას, რომ იაროს იმპულსებიდან შეიძლება შესვენების დროს გავიდნენ და სულ ჰარმონიაში მიმდინარეობს მუნიციპალიტეტთან ეს თანამშრომლობა და თავარია რომ მოისურვონ, მოინდომონ ადამიანებმა რომ ისწავლონ იქ და მით უმეტეს კიდევ ახლა კიდევ ამ კონკურსებმა საჩვენეს ვეთო აუცილებელი არის და საჭიროა და უფრო მეტი ხალხი გახდა სურველი რომ ჩაერთოს და იაროს ჟვანიას სახელობის სკოლაში მარნეულის რა ქვია მუნიციპალიტეტში ამაყობთ ჩვენი მსმენელებით ძალიან ბევრი წარმატებული მსმენელი ყავს რომელმაც ქართული შეისწავლა და მერე დარგობრივი კურსი და არიან წამყვანი სპეციალისტები ნებისმიერ სხვადასხვა რეგიონის თვითმმართველობებში და ყველგან და მათით ნამდვილად ვამაყობ და კიდევ ერთხელ მინდა გავაჟღერო რომ ეს არის აბსოლუტურად უფასო ყველასთვის ცენტრებშიც, რეგიონულ სასწავლო ცენტრებშიც და ქუთაისშიც. თავისი კვებით, თავისი სასტუმროთი, თავისი სწავლებით და აბსოლუტურად ყველანაირი პირობებია მათთვის. ეს არის სახელმწიფო დაფინანსებით, რა თქმა უნდა. და საბოლოო სერტიფიკატი, რომელიც ასრულებს ამ პროცესს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მათი როგორც мотиваციისთვის, ასევე სამომავლო პასუხისმგებლობისთვისაც. რა ვიცი, კომპლექსური. ციფრები, აი, მაინც მინდა რომ გავაჟღერო, აი, რუსლანს მინდა, ბატონ რუსლანს რომ უთხრა ის, რომ ამ ტემპით რომ გვევლო, რაც ახლა გვაქვს 2014 წლის შემდეგ აპრილიდან დავიწყეთ ეს პროცესი, ვიყავით მანამდე შეჩერებული, ალბათ დღეს ქართული ენის არცოდნე მე მგონი საჯარო სექტორში არ იქნებოდა. და გვაქვს იმის იმედი, რომ ცოტა ხანში ეს პრობლემა გადაიჭრება აბსოლუტურად. დარწმუნებული ვარ, რომ ეგრე იქნება. მე ვიყავით თქვენთან შარშან, მე და ბატონი ალი ვიყავით სტუმრად. თუ გახსოვთ, დიახ, თქვენი მსმენელებს შევხვდით და მე მქონდა მე საშუალება მერეც შევხვდეს. შემთხვევით შევხვდით სხვადასხვა რეგიონებში და ძალიან კმაყოფილი გარდა იმისა, რაც თქვენ თქვით, რომ თქვათ პროფესიონალ თვალსაზრისით ისინი გაიზარდნენ. ამას იხსენებენ როგორც აი ბედნიერი სტუდენტობის წლებს იხსენებენ ამ სკოლაში სწავლების პერიოდს. ასე რომ მეც რაც გარკვეული ინფორმაცია მაქვს. მივდივართ ინტეგრაციისკენ წარმატებით. კარგი და რაც მთავარია ამ ყველაფერში აქტიურად არის სახელმწიფო ჩართული და როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოების ეთნიკური უმცირესობების ნება არსებობს, ეს არის მნიშვნელოვანი. ძალიან კარგი, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე ტელემაყურებლებს მინდა შევახსენო, რომ ჩვენი გადაცემის სტუმრები გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რუსლან პოღოსიანი, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრი, თვითმმართველობისა და რეგიონების განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალი მამედოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ხელმძღვანელი მაკა ომიაძე და სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამების კონსულტანტი ლია ცერცვაძე. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. მე გემშვიდობებით. მადლობა.